დღეს 20 თებერვალს მსოფლიოში აღინიშნება სოციალური სამართლიანობის დღე. სოციალური სამართლიანობა ძალიან მნიშვნელოვანი და სასაუბრო ძალიან ვრცელი თემა გახლავთ, რადგან ძალიან ბევრ მიმართულებას მოიცავს. მსოფლიოში ამ მიმართულებით უამრავი საკითხია გადასაჭრელი და მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც, თუმცა არსებობს ძალიან საინტერესო პროექტები, რომლებიც ადამიანებს გარკვეულწილად ეხმარება ეკონომიკურ გაძლიერებაში და სხვადასხვა კომპონენტში, რაც აუცილებელია სოციალური სამართლიანობის კუთხით. სოციალურ სამართლიანობაზე სასაუბროთ დღეს სტუმარი გვყავს. დღევანდელ გადაცემაში მონაწილეობს ლია ფუტკარაძე, საავსოს აღმასრულებელი დირექტორი. გამარჯვებულია. მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ ეს თარიღი არის საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოსა და ტელევიზიის ეთერში ერთ-ერთი კალენდარში მონიშნული თარიღი, იმიტომ რომ ჩვენთვის განსაკუთრებით, როდესაც ერთი წლის წინ ზუსტად ამ დღეს ვქონდა სოციალური სამართლიანობის ფორუმი და რომელიც აერთიანებდა სხვადასხვა სექტორს და ამავდროულად ჩვენი პროექტის მონაწილე ახალგაზრდა გოგონებს და ქალებს ამ შემთხვევაში მაშინ მივხვდით ზუსტად რომ როდესაც კონკრეტულ თარიღს უერთდები ამავდროულად აღნიშნის დროს ჩვენ საუბრობთ ხოლმე შედეგებზე, ხო, აი რა შედეგები გვაქვს ჩვენ სახელმწიფოში, ადგილობრივ დონეზე, ცენტრალურ დონეზე და ამავდროულად რა შესაძლებლობას ვქნით თითოეული სექტორი იმისათვის, რომ სოციალური სამართლიანობის პრინციპები დაცული იყოს ჩვენს ქვეყანაში და ცხადია დღევანდელ დღეს ვინც გვისმენს და გვიყურებს, მე როგორც ამ შემთხვევაში ვიტყოდი, რომ კარიული განვითარების სპეციალისტი და უშუალოდ ჩვენი საქმიანობის ფარგლებში, როდესაც ვმუშაობთ გენდერულ თანასწორობაზე, ღირსეულ სამსახურსა და ეკონომიკურ გაძლიერებაზე ადამიანის უფლებები აუცილებლად უნდა იყოს ჩვენს შემეცნებაში ფაქტობრივად გადაწყვეტილება, რომ სოციალური სამართლიანობის დღის აღნიშვნა, ამას საუბარი ეხება თითოეულ ჩვენგანს. ამიტომაც თან წლევანდელი წლის თემა აღსანიშნავი არის ის, რომ წლევანდელ წელს უკვე ქვეყნები მსჯელობენ და ფიქრობენ, რომ სოციალური სამართლიანობის თემა იყოს სამართლიანი ტრანზიცია მდგრადი განვითარებისთვის. თუმცა გამორიცხულია ჩვენ არ გქონდეს, ასე ვთქვათ, ის შინაგანი და მორალური და ზნეობრივი პასუხისმგებლობა, რომ აღვნიშნოთ თუ დღეს ჩვენს ქვეყანაში რა ხდება. ხო, ჩვენ როდესაც სამართლიან ტრანზიციაზე ვსაუბრობთ, ჯერ უნდა გქონდეს ის მოცემულობა, ადამიანის უფლებები დაცული იყოს და გამორიცხული არის, რომ ავტორიტარულ რეჟიმში, დიქტატორულ რეჟიმში შესაძლებელი იყოს სოციალური სამართლე. რას ნიშნავს ეს? აი მარტივად რო აღვნიშნოთ, აი ჩვენი საქმიანობის ფარგლებში რა გამოვერკვეთ და რა დავინახეთ, რომ სოფლად ცხოვრები ადამიანი იქნება თუ ხალხად ცხოვრები ადამიანი იქნება, ქალი იქნება, ახალგაზრდა იქნება, ამ შემთხვევაში ჩვენ ორ ძირითად ჯგუფთან მუშაობთ პროექტის ფარგლებში, თუმცა სერვისების დონეზეც დავინახეთ, რომ ყველა სეგმენტისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი ჯგუფისთვის ცხადია, მათ მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ, რომ შეძლონ დამოუკიდებლად განახორციელონ თავიანთი აქტივობები და ხშირად ვამბობთ, რომ ეს შრომის უნარიანობა, რომელიც ქმნის შესაძლებლობას დასაქმების, ეს დასაქმება ხელმისაწვდომი იყოს ისე, რომ ადამიანის ეკონომიკური ზრდა განვითარება, თავის პროფესიულ ზრდა განვითარებასთან ერთად იყოს პირდაპირ პროპორციული, რაც ვიცით, რომ არ გვაქვს, ანუ ეს ცხადია, რომ ვიცით, რომ არ გვაქვს. თუმცა დავინახეთ ის, რომ ის სოციალური სამართლიანობის ნაწილში ძალიან საინტერესო პერსპექტივა იბადება, რომ თუ მე მაქვს უფლება მაგალითად დასაქმების უფლება, ხედავთ, რომ ეს დასაქმების უფლების უფლებას სჭირდება აღსრულება და აღსრულების დროს ხედავთ იმ ბარიერებს ზუსტად, რომელიც ადგილზე არ მომეწოდება. და ეს ბარიერები არის როგორც ლოკალური, ანუ ლოკალური, აი თემის დონეზე არსებული გამოწვევები, ეს შეიძლება იყოს ინფრასტრუქტურული გამოწვევები, ეს შეიძლება იყოს ისევ მენტალიტეტი, რომელიც აი ჩვენ ცნობიერებას შემეცდება თუ როგორ ვხედავ ჩემს როლს ჩემს ცხოვრებაში, ასევე ეს შეიძლება იყოს პროგრამები, ადგილობრივი მუნიციპალური პროგრამები, რომელიც ქმნის განვითარების შესაძლებლობას, არა მარტო საბაზო მოთხოვნების და მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობას და მესამე კომპონენტი ეს არის, რომ ჩემი უფლებები, ხშირად დასაქმებაშიც ვახსენებთ ხოლმე, არსებობს შრომის მობილობა, რომ ჩემი დასაქმება, ჩემი ეკონომიკური წესა განვითარება განვიხილო არამედ, აი კონკრეტულად არ ვიცი, აი მაგალითად ხალხის თემის ირგვლივ არამედ დავინახო ეს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ასევე საერთაშორისო მასშტაბით. რა არის ეს საერთაშორისო მასშტაბი? მაშინ, როდესაც ჩვენ ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, ზუსტად მაშინ როგორც სახელმწიფომ, ასევე სახელმწიფომ აიღო პასუხისმგებლობა, რომ ეზრუნა
სოციალური სამართლიანობისთვის და დღეს ვხედავთ იმას, რომ აი ბოლო 10 წლის განმავლობაში თუ კი ჩვენ რო ვაფასებთ ადამიანური კაპიტალის განვითარების ასე ვთქვათ პერსპექტივას, ვხედავთ, რომ პირიქით ადამიანებისთვის ანუ ეს სივრცე დავიწროთ, ანუ ვიწრო აი სივრცე, სადაც ისინი შეძლებენ საკუთარი უფლებების რეალიზებას და ამიტომაც დღევანდელი დღის ბრძოლაც, ანუ ვიტყოდი ეს ბრძოლა ეხება იმ როცა ვამბობთ ეგზისტენციალურ მოთხოვნილებას, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ეს გზა უფრო და უფრო გავხადოთ ხელმისაწვდომი, გულისხმობს იმას, რომ მეტი პოტენციალი შევქმნათ სამართლიანი და უსაფრთხო ცხოვრების და აი ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ როცა ვხედავთ, რომ პირობითად აი მეცხრე კლასი დაასრულა, შემდგომ ადამიანმა ვერ შეძლო კარიერული პროფესიული სწავლა, განათლებაზე ხელმისაწვდომი არ ქონდა, მოვიდა ჩვენს პროექტში, მიიღო ის უნარები, ცოდნა და გამოცდილება, რომელმაც мотиваცია მისცა, რომ ჩაერთო შრომის ბაზარზე. და რომ შრომის ბაზარზე ჩართულობის შედეგად აღმოაჩინოს, რომ აი რა მჭირდება მე, აი განათლების მხრივ, ან შეფასება შეძლოს ადამიანმა, რომ რა არის გასაკეთებელი, რა მჭირდება მე და რა მოთხოვნა უნდა შეიქმნას ირგვლივ, ჩემს ირგვლივ, რომ ჩემი პოტენციალის რეალიზება მოვახდინო და აი დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობა, ან ფინანსური დამოუკიდებლობის შესაძლებლობა პირდაპირ პროცესად აისახება, რაზეც ქვეყნის ეკონომიკაზე. როგორია პროცენტულობა სწორედ იმ ადამიანებისა, რომლებიც თქვენთან მოდიან და შემდეგ უკვე რეალიზდებიან? კი, ჩვენ სხვათა შორის საურსას შარშან ზუსტად აგვისტოს ბოლოს ჩვენ შევქმნით მონიტორის შეფასების პოლიტიკა ორგანიზაციაში და შევაფასეთ ჩვენი 6 წლიანი საქმიანობის შედეგები და ეს შედეგები ასევე ხელმისაწვდომი არის როგორც ჩვენ სოციალურ გვერდზე, ვებგვერდზე ადამიანებს შეუძლიათ ამის შესახებ ინფორმაცია მიიღონ და რა არის ხოლმე შეფასება, აი მონიტორინგი და შეფასების შესაძლებლობა, რომ მხოლოდ არ იყოს ჩვენი ხშირად ჩვენ გვავიწყდება, რომ ერთი არის სიტყვა, რომელიცაც გვჯერა და მეორე არის საქმე, რომელთაც გამოხატავთ ჩვენ სიტყვას და მესამე არის მონაცემები, ანუ როგორც სტატისტიკური, ასე თვისებრივი მონაცემები, რომელიც გეუბნება, რომ რა მდგომარეობაა შენს ქვეყანაში. ხო, ჩვენ ორგანიზაციას გვეუბნება, რომ ჩვენი საქმიანობა რამდენად შედეგიანია, რამდენად არის ეს მიდგომები, რომელიც დავამუშავეთ, სწორი და ეფექტიანი, ხო? აღმოვაჩინეთ, რომ აბსოლუტურად ჩვენი კურსდამთავრებულთა ასე იგი 57%, რომელიც მარტო მხოლოდ აი ხშირად ამასაც საუბრობთ, რომ თურმე შესაძლებელია 4 თვიან, 6 თვიან პროექტშიც ადამიანებმა ვპოვონ განვითარება. თუ ეს განათლება არის ხარისხიანი, თუ მიდგომები, რომელსაც უზრუნველყოფ, ეს მიდგომები რა არის? ანუ სწავლების მეთოდოლოგია, რომელსაც ახორციელებ. და მესამე კომპონენტი, რომ ადამიანს შეინტერესებს, როდესაც განათლებას ღებულობს, კონდეს თავისი უფლებების გამოხატვის, რეალიზების შესაძლებლობა და ამავდროულად დასცულობის და უსაფრთხოების შესაძლებლობა. ეს ერთი რომ დასაქმების შესაძლებლობები განვითარდა, მეორე არის რომ აბსოლუტურ უმრავლესობამ შევაფასეთ შედარებით, შევაფასეთ რომ ადამიანები უფრო მოტივირებულები, უფრო თავდაჯერებულები გახდნენ თავიანთ შესაძლებლობთან მიმართ და მზად არიან რომ ჩაერთონ თავიანთი კარიერული განვითარების ზრდაში. ეს ვფიქრობ რომ ასევე როგორ ვფიქრობთ იმ 43%-ს რა დააკლდა? იმ 43%, აქედან 43% ჩვენ მოსწავლეები ვყავს შესაბამისად მოსწავლეების შეფასების დროს, ანუ იქ უკვე ვაფასებთ სასურველი პროფესიის არჩევის შესაძლებლობას, რამდენად მაგალითად აირჩია პროფესია და როცა აირჩია პროფორიენტაციის შემდეგ რამდენად გაყვა ამ პროფესიას, თუ ამ პროფესიის გაყოლის შედეგად აღმოაჩნდა რომ ინტერესები ცვალება და ინტერესი შეცვალა, რამდენად შეძლო გაბედული ყოფილიყო თავის არჩევანთან მიმართებაში და არის თუ არა ის გადაწყვეტილების მიმღებ უნარიანი, ამიტომაც ის 53% არის მოსწავლეთა ის რაოდენობა, რომლებიც ან ტრანზიცია აქვს უკვე სკოლო ცხოვრებიდან აკადემიურ აკადემიურ ცხოვრებასთან, ამიტომაც ის ანუ ეს სტატისტიკოთ ეს კომპონენტი ჩვენთვის არის რომ რაიმე აი თქვა რაიმე ვერ გაკეთა ან არ გააკეთა თავად თვითონ ეს უბრალოდ არის მოცემულობა რომ ისინი გახავთ მოსწავლეები. თუმცა აი სოციალურ სამართლიანობის პერსპექტივიდან ასევე გასათვალისწინებელი არის ის რომ განსაკუთრებით აი სამართლიანობაზე როცა ვსაუბრობთ აი სოციალური სამართლიანობის თემა არის ის რაზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ და ამისთვის შევეკრიბე და საურსას ქონდა და სოციალურ სამართლიანობას განაპირობებს ერთ-ერთი კომპონენტი ეკონომიკური გაძლიერება და დამოუკიდებლობა. საურსას სწორედ ამ მიმართულებით ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით ქონდა არაერთი პროექტი და აი მათ შესახებ გითხარით. კი ბატონო, ჩვენ
მიმდინარე რეჟიმით ეხლა დასრულდა დღეს ვიწყებთ სასწავლო პროგრამას ახალგაზრდების დასაქმებისა თვითდასაქმების უნარების გაძლიერების მიმართულებით, რომელიც ბრიტანეთის საელჩოს საქართველოში არის დაფინანსებული და უკვე 25 მონაწილე მოიპოვა სრული დაფინანსება, რომ ისწავლოს მიიღოს ეს განათლება 60 საათიანი სასწავლო პროგრამა გახლავთ. ჩვენთვის ეკონომიკური გაძლიერება არის პირველ რიგში ეს არის ხალისხიანი განათლების მიწოდება. აბსოლუტურად სულ ხოლმე როდესაც შედარებით მონაცემებს ვუყურებთ, ხედავთ ჩვენ ბიუჯეტის 75% მიემართება სოფლაცხოვრები ადამიანების გაძლიერებას და აქაც დავინახეთ ის რომ აი თუ გინდ ჩვენი ერთ-ერთი გუნდის წევრი რომელიც სულ შარშა შემოგვიერთდა იმყოფებოდა ხულოს მუნიციპალიტეტში და ნახა რომ აი როგორი ტრანზიცია პოვა ქალმა რომელიც მაგალითად თავისი ბიზნეს იდეას რეალიზაციას პოვა ლოკალურად და გახდა მეწარმე ქალი, ხო? ამიტომაც ჩვენთვის პირველი განათლება, მეორე მხრივ, აი ვინც დაინტერესდება, ვინც ახლა გვისმენს, მნიშვნელოვანია ის აღნიშნოთ, რომ ჩვენ აღებულობთ არაფორმალურ განათლებას, ეს არის სასერტიფიკატო განათლება, სხვადასხვა პროფესიების მიმართულებით, მეორე მხრივ ჩვენ ვაკეთებთ კარიერულ კონსულტირებას და კარიერულ თერაპიას, ესეც აღმოჩნდა ერთ-ერთი სიახლე, რომელიც თითო ადამიანს ჭირდება იმისათვის, რომ შევძლოთ გადაწყვეტილებების მიღება და მესამე კომპონენტიც ადვოკატირება. აი სოციალურ სამართლიანობის ნაწილში ვფიქრობ რომ ყველაზე ღირებულებითი ნაწილი ეს არის ადვოკატირება, როდესაც მუნიციპალიტეტებში ჩავატარეთ კვლევა, ამ კვლევის საფუძველზე შეიქმნა საბიუჯეტო პროგრამები, 12 საბიუჯეტო პროგრამა შეიქმნა, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობას წარმადგენთ. სამწუხაროდ დღემდე არასახულა ეს პროგრამები ბიუჯეტში, ანუ საბიუჯეტო პროგრამაში და აი აქ შემოდის ზუსტად ეს წუხილი, რომ უფლება რომელიც გამოჩნია და უფლება მოსილება რომელიც გააჩნია ინსტიტუტს და არ ხდება ამაზე გადაწყვეტილების მიღება, ეს უკვე არის გამოწვევა თემის დონეზე და მან ხვდები ზუსტად რომ გადაწყვეტილება იმდენად ცენტრალიზებულია, რომ აი მარტივად რო ავიღოთ, რომ აი მარტივად გასაგებენაზე რა ვთქვა, აი რო გქონდეს ხე შენს ბაღში და ხეს ვერ წყავდე. აი ესეთი გამოწვევების წინაშე დგავართ ხოლმე და ძალიან მინდა რომ დღევანდელი დღის ქართველი ხალხის ბრძოლა იყოს ზუსტად სოციალური სამართლების მიღწევის შესაძლებლობა და არწმუება ყველა ადამიანს ჭირდება ეს. დღეს სოციალურ სამართლიანობაზე ვსაუბრობთ გადაცემაში, როგორც აღნიშნე 20 თებერვალი არის მსოფლიოში სოციალური სამართლიანობის დღე და ჩვენი სტუმარი გახდათ ლია ფუტკარაძე, საურსას აღმასრულებელი დირექტორი. ტელემაყურებელს ვემშვიდობებით, რადიო მსმენელთან მალე დავბრუნდებით, დაგველოდეთ. მადლობა.